ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გვეკონტაქტება სამყარო ვიზუალური ენით. ჩვენ ვარჩევთ ფილმებს, მათი ესთეტიკის გამო, ვთამაშობთ თამაშებს, სადაც დიზაინის სამყარო გვიტაცებს და ზოგადად ყოველდღიურად ვიყენებთ საიტებს თუ აპლიკაციებს, რომლის მიღმაც ასობით და ათასობით დიზაინერული გადაწყვეტა დგას. ჩვენთვის დიზაინი არასოდეს ყოფილა მხოლოდ რაღაც ლამაზი სურათი, ეს არის ემოცია, რომელსაც შეიძლება იწვევდეს კონკრეტული ფერი, ფორმა ან თუნდაც ინტერფეისი. მაგრამ დღეს მინდა რაღაც უფრო მასშტაბურზე, უფრო ფიზიკურზე, უფრო ხელშესახებზე გესაუბროთ. და ისიც ეს არის ჩემი პირველი მანქანა, რომელიც გამოვიყვანე ცენტრიდან. ფერი როგორ მოგწონთ? და მისი სახელია ჯეტური ტეორი IDM. როგორც წესი, როდესაც ადამიანები მანქანას ყიდულობენ, მათი ჩეკლისტი დაახლოებით ესე გამოიყურება. რამდენი ცხენის ძალა აქვს, რამდენი კილომეტრს გადის ერთი დამუხტვით, რამდენი ლიტრი ესაჭიროება 100 კილომეტრი რო გაიაროს და ასე შემდეგ. ჩემი სიტუაცია ცოტა სხვანაირი იყო. ჩემს შემთხვევაში მე ვიყიდე როგორც დიზაინერმა და არა როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენელმა. ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ადამიანმა მანქანა იყიდოს მხოლოდ მისი ვიზუალის და დიზაინის გამო და მისი ტექნიკური მახასიათებლები ნაკლებად აინტერესებდეს. ეგ ლოგიკური შეკითხვა არის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს მანქანა ჩემთვის არ არის მხოლოდ მარტო სატრანსპორტო საშუალება, ეს არის ობიექტი, რომლის ფორმები, ვიზუალი, პროპორციები, ციფრული გამოცდილება, რასაც ეს მანქანა მიმაძლევს, ისეთ ჰარმონიაში არის ერთმანეთთან, რომ უბრალოდ გულგრილად ვერაუარე გვერდი. ამ ვიდეოში მე არ ვისაუბრებ, რამდენი ცხენის ძალა აქვს ამ მანქანას და როგორი ტექნიკური მახასიათებლები აქვს, იმიტომ რომ ამ თემაზე შეგიძლიათ ინფორმაცია მოიძიოთ ნებისმიერი ავტობლოგერის ვიდეოში. უბრალოდ ამის ნაცვლად მე მინდა ვისაუბრო დიზაინის იმ დეტალებზე, რომლებიც ამ მანქანას ჩემთვის პირადად როგორც დიზაინერისთვის ასე გამორჩეულს ხდის. კონკრეტულად ვისაუბრებ, რატომ გადაწყვიტეს დიზაინერებმა, რომ ამ მანქანას სწორედ ასეთი ბრუტალური ფორმები ქონოდა, როგორ მუშაობს მისი ეკრანი, რომელიც ჩემი სამუშაო ლეპტოპის ეკრანზე დიდია და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნივთი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, ჩვენს ესთეტიურ კოდში ჯდებოდეს. პირველი, რაც თვალში ხვდება, როცა ამ მანქანას უყურებ, არის მისი მკაფიო პროპორციები. თანამედროვე ავტოინდუსტრია გადატვირთულია რბილი აეროდინამიკური ფორმებით, რომლებიც ხშირად ერთმანეთში ირევა. ტეორი კი პირიქით, სწორხაზოვანია, ოთხკუთხედი და მიზანმიმართული. აქ არ არის ზედმეტი სირბილე, მისი აგრესიული დგომა და ფართო თაღები ბრუტალიზმის თანამედროვე გამოხატულებაა. ძალიან მომწონს გასაღები, რომელიც ვიზუალურ რიტმში ზის ფარებთან. დააკვირდით მის ფორმას. ის თითქოს უკვე გეუბნებათ, როგორი ხასიათის მანქანასთან გაქვთ საქმე. წინ კი ჰექსაგონის ფორმის ფარები და ლოგო, რომელიც დაპარკინგებულზე ანათებს. ეს დეტალი მანქანას უსულო საგნიდან პერსონაჟად აქცევს, რომელსაც თავისი ხასიათი აქვს. ფერი, რომელსაც Misty Cyan ქვია, იდეალურად ასრულებს თავის როლს. ის არ არის უბრალოდ ცისფერი, ის არის ცივი, ტექნოლოგიური და ზუსტად სვამს აქცენტს მანქანის მეტალის ზედაპირზე. ამ მანქანის დიზაინზე ემუშავა Porsche-ს ყოფილმა დიზაინერმა და მისი გამოცდილი ხელი იგრძნობა დეტალებში. მაგალითად ეს ფოსფორისფერი აქცენტები, კაუჭები, რეილინგების ჭრილები, დისკის ხუფები არის ფუნქციური ესთეტიკა, რომელიც Cyberpunk-ის თამაშის ელემენტს გავს რეალურ ცხოვრებაში. კიდევ რაც მომწონს ექსტერიერში არის ის, რომ ეს სამაგრები და ფრთების გამოწეული ფორმა მანქანას ხელსაწყოს იერს ძენს. თითქოს ეს არ არის უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება, არამედ ეკიპირება დიდი თავგადასავლებისთვის. ფეხის დასადები არ არის მხოლოდ კომფორტისთვის, ის ვიზუალურად აფართოვებს მანქანის ბაზას და უფრო მყარად სვამს მას ასფალტზე. უკანა მხარეს საერთო ცალკე ისტორია აბსოლუტურად ფუტურისტული. სათადარიგო საბურავის ჰექსაგონური შეფუთვა და ვერტიკალური ფარები, რომლებიც ორგანულად არის ჩაწერილი კორპუსში, ერთიანი მონოლითის საბეჭდილებას ტოვებს. ხშირად ამბობენ, რომ ეს არის ინსპირაცია ლეგენდარული დეფენდერიდან ან ბრონკოდან. კი, ინსპირაცია აშკარაა, მაგრამ ტეორს აქვს თავისი უნიკალური ხმა. ის არ ცდილობს ვინმეს მიბაძვას. ის ცდილობს იყოს გამორჩეული თავისი სიმკაცრით. სწორედ ეს მიზანმიმართული ფორმები სცენს მას იმ ელეგანტურობას, რამაც ჩემი, როგორც დიზაინერის ყურადღება მიიპყრო. თუ ექსტერიერი ბრუტალური და აგრესიულია, შიგნით სულ სხვა სამყარო ხდება. მაგრამ ერთი რამ უცვლელია აქ. დიზაინ ენა აქაც ერთიანია. ის კვადრატული, სწორხაზოვანი თემატიკა, რომელიც გარედან დავინახეთ, ორგანულად გრძელდება ინტერიერში. აქ გვაქვს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ელემენტების იდეალური ნაზავი, რაც სალონს სიმყარისა და არქიტექტურული სიზუსტის შეგრძნებას სცენს. დიზაინერისთვის მასალა ყველაფერია. ნაპას ტყავი და ალკანტარა. სადაც არ უნდა შეეხო, ყველგან იგრძნობა რბილი, სუბუქი და საოცრად სასიამოვნო ტაქტილური გამოცდილება. რუკაც კი იმდენად სუფთა და აკურატულად არის გაკეთებული, რომ ვიზუალურად თვალს არ ღლის. მეტიც,
მისი გეომეტრია ზუსტად იმეორებს იმავე პატერნებს, რასაც სავარძლებზე ვხედავთ. ეს არის ეგრეთ წოდებული visual consistency, როცა რამდენიმე ელემენტი ერთ ენაზე საუბრობს. არსებობს მანქანები, სადაც პლასმასი ყვირის. აქ კი ყველაფერი რელიეფური და ხარისხიანია. ეს ის მომენტია, როცა ხვდები, რომ შენ გარშემო გარემოზე ვიღაცამ ნამდვილად იფიქრა. და აი ისიც თავარი გმირი 15.6 ინჩიანი დისპლეი. სიმართლე გითხრათ, ეს მონიტორი უფრო დიდია ვიდრე ჩემი სამუშაო ლეპტოპის ეკრანი. მაგრამ აქ თავარია მისი სამომხმარებლო გამოცდილება. ინტერფეისი საოცრად მსუბუქი და რბილია. შეხებაზე სწრაფად რეაგირებს და რაც მომწონს არის ეს ფაქტი, რომ არ გჭირდებათ ღილაკის დაჭერისას ველოდოთ რაიმე მოქმედებას. როდის გამოჩნდება შიდა გვერდი. Long press-ით შეგიძლიათ მართოთ პარამეტრები. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტაა. დააკვირდით რეჟიმების ანიმაციას. ისეთი შეგრძნება გექნება, თითქოს მაღალბიუჯეტიან თამაშში ხარ. ყველაფერი გლუვია, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერი დისპლეიდან კონტროლდება, დიზაინერებმა დატოვეს უსაფრთხოების კუნძულები მაინც. საუბარი მაქვს Quick Action ღილაკებზე, რომლებიც განთავსებულია ბარზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ერგონომიკაში. ყველაზე საჭირო ფუნქციები ყოველთვის ხელთან ახლოს უნდა გქონდეს. როგორც ეს აპლიკაციებშია. თუმცა არის ერთი მაგრამ. როგორც დიზაინერი ყოველთვის ვეძებს სრულყოფილებას, მაგრამ აქ ერთი რამ მაკლია. ხმის ასაწევ-დასაწევი ფიზიკური სატრიალებელი ღილაკი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში გვაქვს საჭესზე. მე ვისურვებდი, რომ ეს ღილაკი ყოფილიყო სადმე ეკრანთან, რადგან ცერა-თითით უფრო ნაკლებ ბრუნს აკეთებს ეს ღილაკი, ვიდრე მთელი მაჯით დატრიალებისას. ასე უფრო კომფორტული იქნებოდა ჩვენთვის და ეს ალბათ ერთადერთი კომპრომისია, რომელზეც წასვლა მომიწია. ჩემი ფავორიტი დეტალი კი მაინც არის საჭე. მას აქვს 10-დაური ფორმა და თუ კარგად დააკვირდებით, ის ზუსტად იმეორებს გასაღების გეომეტრიას. ეს არის ნამდვილი დიზაინერული თანმიმდევრულობა. ეს ყველაფერი ხდება სრულ სიმშვიდეში. მის იზოლაცია აქ იმდენად მაღალ დონეზეა, რომ Sony-s აუდიო სისტემაში ყოველი ინსტრუმენტი მკაფიოდ გესმის. საბოლოო ჯამში ეს უბრალოდ ტრანსპორტია, მეტალის კონსტრუქცია, რომელმაც A პუნქტიდან B პუნქტში უნდა გადაგიყვანოს. მაგრამ ჩემთვის როგორც დიზაინერისთვის ეს მეტად უფრო პერსონალური არჩევანია და ჩემს ვიზუალურ გემოვნებაში ძალიან კარგად ჯდება. დიზაინში არსებობს ასეთი ტერმინი affordance, რომელიც გულისხმობს, რომ ნივთი, რომელზეც ჩვენ საუბარი გვაქვს, თავისი ვიზუალით და ფორმით კარნახობს რა ემოციური დამოკიდებულება უნდა ქონდეს მასთან. ჯეტური კი თავისი ბრუტალური ფორმებით და კაცრი გამოხედვით ყოველთვის მიბიძგებს რაღაც ახალ-ახალი თავგადასავლებისკენ. კი რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი პატარა ხასიათები, როგორც არის მაგალითად საბარგულის გაღებისას მცირე შეყოვნება ან რაიმე ფუნქციონალის მენიუში დამალვა, მაგრამ მოდი ვიყოთ რეალისტები, ვთქვათ, რომ არ არსებობს დღეს დიზაინი კომპრომისების გარეშე. ამბობენ, რომ თუ მანქანას დააპარკინგებ, მისგან წამოხვალ და ერთხელ მაინც არ მიიხედა უკან, ესე იგი არასწორი არჩევანი გაგიკეთებია. მე კი ყოველჯერზე ვიხედები უკან და მგონია, რომ დიზაინის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. შექმნას ობიექტი, რომელიც გაიძულებს გაჩერდე და დატკბე მისი ფორმებით. გასაგებია, რომ ინსპირაციის წყაროები აშკარაა, მაგრამ თქვენი გადმოსახედიდან გავს ეს უბრალოდ Defenders ან Broncos, თუ მაინც მოახერხა საკუთარი უნიკალური იდენტობის და ხმის პოვნა ამ გადატვირთულ ინდუსტრიაში. მადლობა, რომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა, კომენტარები დამიტოვეთ, რომლებსაც აუცილებლად წავიკითხავ და ჩვენ შევხვდებით ჩვენს შემდგომ ვიდეოებში, სადაც საინტერესო რაღაცებს შევხედავთ.